ამას შეხედეთ რა ვიპოვე ბათუმში. ეს არის ახალი საცხობიდან ძალიან გემრიელი რაღაცეები. ძალიან საყოველად გამოიყურება და მოდით ერთად გავსინჯოთ. პირველი იქნება აი ეს გემრიელობა და ვფიქრობ ზემოდან არის ეს ყველაფერი კარამელი და ვნახოთ შიგთავსი რა იქნება. ღმერთო, ეს სულ არის შიგთავსი. ანუ მარტო ზემოდან კი არა, მთლიანად არის კარამელიანი. შემდეგი იქნება აი ეს ულამაზესი, უკვე სავარაუდოდ შოკოლადის. აბა ვნახოთ აქ რა იქნება შიგთავსი. შიგნით არის უფაფუკესი შოკოლადის მუსი. ღმერთო, ეს მე მგონი რაღაც საიდუმლო ადგილი ვიპოვე ბათუმში. რა გემრიელია ყველაფერი. საყვარლობას შეხედეთ, აქ ზემოდან არის პატარა ბეზეები. ამ შიგთავს ნამდვილად არ მოველოდი. აქ არის შიგთავსი ლიმონის ტარტის გემოთი. ანუ ციტრუსი არის აშკარად გამოყენებული თვითონ კრემში, რაც არის შიგთავსი. და ეს ლიმნის ოდნავ სიმჟავე იდეალური შეხამებაა. მოვიდა დრო ჩვენი მთავარი გმირის, იმიტომ რომ ზუსტად მაგის გამო მე ვსინჯავ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველს მეტად ეს მაინტერესებდა. ეს არის დუბაის შოკოლადის ნაირი გემრიელობა. აბა ვნახოთ აქ რა იქნება. ეს ყოფილა დუბაის შოკოლადის კალათა. ძალიან გემრიელია, ძალიან მაგრად ხრაშუნობს, თვითონ კადაიფი არის აშკარად გამოყენებული შიგნით. რაც მთავარია, შიგთავსი, სადაც არის გამოყენებული კადაიფი და ფისტა, არ არის გამომშრალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრემი არის შიგნით, ანუ თვითონ ფისტის კრემი. ხვდები რომ ძალიან გაინტერესებთ, სად ვიყიდე ეს გემრიელობები და ეს არის ახალი საცხობი ბათუმში, Cookie Bakery და ამას შეხედეთ, რამდენად საყვარელი შეფუთვა აქვს. ანუ ამას შეხედეთ, ფერები, დიზაინი, მართლა არ მოველოდი ეგეთი გემრიელობები და ეგეთი მრავალფეროვანი გემოები. ბევრი ძალიან საინტერესო რაღაცეები აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მე და მაინტერესა უშაქრო და ვეგანური დესერტები და აუცილებლად ეს უნდა გავსინჯო. თქვენ აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს სახელი, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი დესერტები დამხვდა.